მოგესალმებით, მინდა გაგაცნოთ ჩვენი სისტემის რეგისტრაციის გამართვისა და სამუშაო პროცესის დაწყების წესები. რაც შეეხება პროცესის დაწყებას, მას შემდეგ, რაც თქვენ გადმოგეცემათ საიტის ბმული, ანუ ლინკი, გადახვალთ მითითებულ მისამართზე და მიყვებით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას. პირველი რაც არის საჭირო, აპლიკაციის დამატება მთავარ ეკრანზე. ჩვენი სისტემა ამ ეტაპზე არის ვებ-გვერდი, რომელიც აპლიკაციის ინტერფეისით არის მოწყობილი. იმისთვის, რომ სრულყოფილად გამოვიყენოთ, უნდა დავამატოთ ტელეფონის მთავარ გვერდზე. iPhone-ის შემთხვევაში, Safari-s ბრაუზერში დააჭერთ გაზიარების ღილაკს და აირჩევთ Add to Home Screens. Android-ის შემთხვევაში დააჭერთ მარჯვენა ზედა კუთხეში 3 წერტილს და აირჩევთ Install App ან Add to Home Screen. ამის შემდეგ თქვენი ეკრანის მთავარ გვერდზე გაჩნდება IDM-ის ან იმ კომპანიის აიკონი, სადაც მუშაობთ. აპლიკაციაში შესვლისთანავე გაიხსნება რეგისტრაციის გვერდი. თუ თქვენი მონაცემები და მეილები უკვე მიწოდებულია ტექნიკურ ნაწილთან, გამოიყენეთ ზუსტად ის მეილი, რომელიც დაგვიფიქსირეთ. დააჭირეთ რეგისტრაციის ღილაკს და შეიყვანეთ საჭირო მონაცემები. რეგისტრაციის შემდეგ თუ სისტემიდან გამոխვალთ, შეძლებთ პირდაპირ Google-ის ღილაკზე დაჭერით სწრაფად შესვლას. შესვლისთანავე პროგრამა მოგთხოვთ ლოკაციის ცდომას. აუცილებლად მიეცით ცდომა. უარის შემთხვევაში რეპორტებს ვერ ადვირთავთ. როდესაც ყველაფერი მზად იქნება, თქვენ ეკრანზე გამოჩნდება აქტიური რეპორტები და შეძლებთ სამუშაო პროცესის დაწყებას. თუ ლოკაციასთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა, შეამოწმეთ ტელეფონის პარამეტრები. iPhone-ის შემთხვევაში შედით სეტინგებში, Privacy and Security და იპოვეთ Location Services და ჩართეთ აუცილებლად. ასევე მანდვე იხილეთ თქვენი ბრაუზერის, ანუ Safari-s და ასევე თქვენი კამერის პარამეტრები, რომ ლოკაცია აუცილებლად გქონდეთ ჩართული და ცდომა გქონდეთ. Android-ის იუზერებს პირდაპირ შეგიძლიათ იხილოთ კამერის პარამეტრებში Location tag-ების ცდომა. ამის გარდა შეხვიდეთ ბრაუზერის პარამეტრებში და იხილოთ, რომ გქონდეს მითითებული Allow Access. აპლიკაციის გამოყენების დეტალური ვიდეო ინსტრუქცია და ასევე სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოს ქვევით აღწერაში. აპლიკაციის გამოყენების დეტალური ვიდეო ინსტრუქცია და ასევე სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოს ქვევით აღწერაში. ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. წარმატებულ სამუშაო დღეს გისურვებთ. მადლობა IDM-ის გამოყენებისთვის.